გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის Toyota Hilux, Mitsubishi Eloras, Ford Ranger, კლუბ ჯორჯიას YouTube არხი. როგორც იქნა დადგა ის დრო, როდესაც პირველი ვიდეო იწერება ამ კლუბში და გაგიხსნით, თუ რის გამო მოხდა ამ კლუბის შექმნა და რატომ და რა მიზნებით. პირველ რიგში მოგესალმებით ამ ულამაზეს ადგილიდან, რაჭიდან, კერძოდ რაჭის გულიდან, დედაქალაქ ონიდან, რომელიც არის ძალიან ლამაზი ადგილი და რაჭის სილამაზე. დავიწყოთ იქედან, თუ რის გამო მოხდა ამ კლუბის შექმნა. ეს კლუბი შეიქმნა იმის გამო, რომ ბევრ უცხოეთში არის წარდგენილი მსგავსი კლუბი, არის წარდგენილი Nissan-ების კლუბი, Mitsubishi Eloras-ების კლუბი, Hilux-ების კლუბი და რატომღაც გაჩნდა სურვილი იქიდან გამომდინარე, რომ შემექმნა საქართველოშიც ერთ-ერთი კლუბი, რომელიც არასდროს არ არის შექმნილი და არც არის თუ არის შექმნილი, არის ისიც დაშლილის კლუბები და ასე შემდეგ. და ოფიციალურად ის რომ ამას მოსვლა და ის შედეგი რომ პოპულარიზაცია გამხდარიყოს, იმიტომ რომ ძალიან არაპოპულარულად სარგებლობს ეს კონკრეტული ჩამონათვალი ავტომობილების საქართველოში, რომლებსაც მარტო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იყენებენ სამაშველო ოპერაციებისთვის, საპატრულო ჯარის სამსახურებისთვის და ასე შემდეგ, რომელიც არის ექსტრემალური პირობებისთვის გათვლილი ავტომობილი. Eloras იქნება ეს, Hilux იქნება თუ Ranger-ი, ეს სამი კონკრეტული მოდელი არის გათვლილი ამისთვის და გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ შემექმნა კლუბი, ერთ-ერთი, რომელიც იქნება საქართველოში პირველი. და ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეშიც თქვენც დამეხმარებით. თითოეული მონაწილე, ვინც კი კლუბში ხართ, ვინც კი ნახავთ ამ ვიდეოს, რავი, თუ სურვილი გექნებათ, გადააზიარეთ და გავხადოთ პოპულარული რა ამ კლუბის წარმავლობა. ამ კლუბში იქნება ეგეთი რაღაცეები რა. არ იქნება ეს მანქანის დამტვრევები, მოსპობები და ასე შემდეგ, რაც ბევრი კლუბი არსებობს საქართველოშიც და იქ რაც მიმდინარეობს. ეს კლუბი ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაცნობა, მოხდეს კონკრეტულად ამ მოდელების პოპულარიზაცია, რომელიც არ არსებობს საქართველოში, გარდა იმისა, დაწესებული სამუშაოების გამოყენების გამო, რაც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ეკისრება. ეს კლუბი ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაცნობა, როგორც წინაზე ვთქვი, ისე ვთქვი ახლა. გაცნობა პირველ რიგში, პოპულარიზაცია, რომ გაპოპულარდეს ეს კონკრეტული მოდელები და ეს კლუბი იქნეს პირველი საქართველოში. ექსპედიციები, რავი, რაც კი შეიძლება, ისეთი რომ რაც მანქანას არ დააზიანებს. ეს კლუბი არ ემსახურება, რომ მანქანა მოსპო, რაც ბევრ კლუბებში ჩვევია. ისეთ ადგილებში დადიან, სადაც რომ მანქანას წაიყვან, მოყავს ან ევაკუატორით, ან თავისით ვეღარ მოდის სახში. მაგრამ ეს ჩვენ შემთხვევაში ეს არ იქნება, იმიტომ რომ არ არის ეგ ჩემი მიზანი, არ არის ის, რომ გინდა თუ არა შენ ეს მანქანა გყავს, ასეთი გამავლობის და ვსიო, დედა უნდა მოსკო. არ არის. ექსპედიციები და ესეთი რაღაცეებისთვის თუ ემსახურება ეს კლუბი. ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეში თქვენს მხარს ამიღავ. თქვენიდანაც მექნება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. იმიტომ რომ ძალიან მინდა, რომ საქართველოში იყოს ერთ-ერთი კლუბი და ერთ-ერთი მოწინავე კლუბი ეს ქვეყანაში. მე კი მისი დაფუძნებელი ვახტანგი ვარ გობედისა. კარგით, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მოდით ახლა ბევრი რო მოგაწინოთ და თავი რო მოგაბეზროთ ჩემი ზედმეტი საუბრებით, როგორც ვთქვი, მიზანი რაც არის ამ კლუბის მოგეხსენებათ და მოდი ახლა გადავიდეთ კონკრეტულად ჩემს ავტომობილზე, რომელსაც აღვწევ რა. We
vanity. No, 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 don't you cry. No, 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 don't you cry. You can't turn back time. Back time. We carry on. We carry on. We carry on. We carry on. Carry on. Carry on. We carry on. We carry on. We carry on. We carry on. Carry on. Carry on. ეს არის Toyota Hilux-ი. Vigo ჩემპი. D4D 2.4 ლიტრიანი turbo ძრავა. რომელიც არ არის გოგი, არის დალიფული. კვარტები 7 თუ 10 სანტიმეტრია დალიფული რა. რა გვიყენია? გვაქვს ჩვეულებრივი Dina Procentes 33 ინჩიანი საბურავი. 9G კვარტები, 9G აღარ მახსოვს. 9 რომეღაც არის. დისკები გადახრედით 6.119 შვიდზე. რავი, განაჩენად კარგი მანქანა აქვს, ნებისმიერი უგზოობისთვის, რომელიც არცად არ გასვენს, არცად არ გაჩერდება და არა, იდეალური არის უგზოობისთვის. მოკლედ, როგორც ზეღანავთი, 2.4 turbo ძრავა D4D Toyota Hilux-ი Vigo ჩემპი. ასევე ყავს ამას ვერსიები რა. Vigo ჩემპ, Revo ჩემპ RS-ი და ჩვეულებრივი უკვე 2024-დან უკვე წამოვიდა ახალი მოდელი. Revo GR Sport-ი, რომელიც ისიც აღჭურვილი არის turbo ძრავით. Davai, ბევრი არაფერი არ აქვს ამ მანქანას, დიდად სანაკებო, ჩვეულებრივი არის. აი, პიკაპი და არაფერი გასაკუთრებული. ერთადერთი გასაკუთრებულიც აქვს turbo არის 2.4 დიზელი. მეტი არაფერი. მოკლედ, გვაქვს ჩვეულებრივი სტანდარტული 5 სიჩქარიანი გადაცემათა მექანიკური კოლოფი. და გვაქვს 3 მოდი რუსულად ვიტყვი გადაცემის პანიჟენი. ეს არის ჩვეულებრივი უკანა ხიდი. წინა ხიდის ჩამრთველი. ამ შემთხვევაში ჩართული გვაქვს წინა ხიდი. ხიდებისგან ნეიტრალი და ეგრეთ წოდებული დადაბლება. ანუ რას დადგა? მოდით ეხლა მოკლედ ვისაუბროთ, კიდე გავაგრძელოთ საუბარი ამ კლუბთან მიმართებაში. ეს კლუბი შეიქმნა ზუსტად 3 თვის წინ, რომელიც შექმნილი მე პირადად და წინა ვიდეოშიც ვახსენე, რომ მინდა ამ კლუბის და ამ კონკრეტულად ამ 3 მოდელის Elorus-ის, Ranger-ის და Hilux-ის პოპულარიზაცია მოახდინა საქართველოში, რომელიც მართლა არ აყავს რა. და ძალიან საზღენიც არის, იმიტომ რომ ბევრს არ გამოუჩენია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კონკრეტულ მოდელებზე პოპულარიზაცია მომხდარიყო. და მივიღე გადაწყვეტილება და დავაფუძნე ეს კლუბიც. და ამ კლუბთან ერთად დავაფუძნე ეს YouTube არხი, რომელსაც ქვია იგივე სახელი რაც არის რა. Toyota Hilux, Mitsubishi Elorus და Ford Ranger Club Georgia. სადაც არ გვინდა ეს მანქანების აი ვინ უფრო მაგარი ალახში ჩავა, ვინ უფრო ჩაძირავს მანქანას და ასე შემდეგ. მოდი გავაკეთოთ ისე, რომ ვიაროთ, სიამოვნებაც მივიღოთ და პლუს კიდე არც მანქანები დავაზიანოთ და გავერთოთ რა. გავერთოთ, დავათვალიეროთ ჩვენი ქვეყანა,
გამაგრები არიან, საიდან ვისრებენ, მიდით გენესვით. გავერთოთ, დავათვალიეროთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენც ვისიამოვნოთ და ხალხსაც ვაჩვენოთ რა, ჩვენი ლამაზი ქვეყანა. ესა ჩვენი ლამაზი ონი. ლამაზი ონი, დედაქალაქი რაჭის გული. ეს კი ჩვენი შესასვლელში ტაძარი გვაქვს. და აქედან გადავწყვიტე ამ ჩვენი ლამაზი კუთხიდან რომ ეს საქმე დამეწყო. ასაც ქვია Hilux Eloras Ranger Club Georgias დაფუძნება და დავაფუძნე. თითოეულ ამ კლუბში გაწევრიანებულს დიდ მადლობას ვუხდი და ვინც კი გაწევრიანდება და ვინც კი დაემატება, იმათაც ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი და ძალიან გამიხარდება რა. აქვე მინდა ერთი რამ თქვა რა, ვიცი ბევრისთვის მოსაწყენი ვიდეო არის, ბევრისთვის შეიძლება არც მოეწონოთ, მაგრამ რა ვიყურეთ, ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო იქნება და სამომავლოდაც მინდა რომ ეს კლუბი წინ წავიდეს. და გახდეს ერთ-ერთი საქართველოში რა. ვიმედოვნებ ამ საქმეში ხარს ამება. და გვერდში ამომიდგებით თითოეული. მოდით ახლა პატარა ხანმოკლე ვიდეოს შემოგთავაზებთ ჩვენი ლამაზი ონის გამიმართებაში. დაკავშირებით რა არის ეს ჩვენი დედაქალაქი ლამაზი. ეს არის სადგური, სადგური არის ესა, ეს კიდე ჩვენი ცენტრალური გზა. დავათვალიეროთ ეს ჩვენი ლამაზი ონი. Verțami სახესაო, ქორი მოჭდაწვერსაო, აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო, საჯაბულსაც გამოგიწყო თარიელსაც გებსაო, ვარიასაც ქვედა გიყვავს თარიელსაც გებსაო, ვინოსაც დაგარებინებ თარიელსაც გებსაო, verțami სახესაო, ქორი მოჭდაწვერსაო. Magiti stava sau Frita gamo usivito gianuria Bezo discosas tua prepisci da uria Magari costagami carni vito capito Provevo che na fal gamo asio Tashi vito giornar bo shoe boshuna tashi vito giornar bo shoe boshuna no Di magaso magiti stava sau abasao da matigo bosami sana sau Nascio, como senti nella tua cavola nascio, siamo vecchi anni, nascito, como senti nella tua cavola nascio, avagani, castagani, anni di giocario, volevo che la tua cavola nascio.
და ძალიან მივიწყებული არის რა. ბევრმა მივიწყდა, ბევრს. რავი. ონიებ დროს ძალიან მოწინავე ქალაქი იყო. მაგრამ ახლა რატო ხდება ასე რომ ძალიან ისე გახდა მივიწყებული მსგავსი არ არის. და ძალიან გულდასაწყვეტია და ძალიან წნებაგული და მინდა რომ ეს ქალაქიც მალე გახდეს ისევე ლამაზი და ისევე კარგი როგორც იყო ადრე. და არა ისე რომ მარტო 1000-ში ერთხელ თუ ტელევიზიაშიც გამოჩნდება და თუ ინეს გაუჩნდება სურვილი რომ ეს ქალაქი გამოაჩინოს რა. ასე რომ ველოდებით თქვენს გვერდში დგომას. მოკლედ, ეს არის Toyota Hilux, Mitsubishi Eloras, Ford Ranger plus Georgia. მე კი მისი დაფუძნებელი. ვახოვარ და გავაგზავნოთ ის საქმე. მოკლედ, მეგობრებო, მივედით დასასრულის პირას და სანამ დავამთავრებ ვიდეოს, მინდა კიდე ერთი იდეა შემოგთავაზოთ, რასაც გეგმავ სამომავლოდ რა. გეგმავ სტიკერების დამზადებას, გეგმავ ახლა უნიფორმების დამზადებასაც, სტიკერები გაბეჭდას უნიფორმაზე და ვცდილობ რომ ეს კლუბიც გავხადო ძალიან პოპულარული რა. რაც ძალიან გულით მინდა და მარტო მე ვერ გავხდი ამ კლუბს. იმიტომ რომ თქვენი გვერდში დგომით ხდება ეს ყველაფერი და მოხდება, რა თქმა უნდა. მივედით დასასრულზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულს გვერდში დგომისთვის. ვის დამიდგებით და ვიც სამომავლოდ გადაწყვეტათ ჩემს გვერდში დგომას და ვინც ამ საქმეში გამიძღება ჩემთან ერთად. რა. და ავასრულოთ ვიდეოც. დიდი მადლობა. არავის არ ვავალდებულებ რომ აქ გამოიწეროთ და გადააზიაროთ თქვენს ნებაზე მიგებული ის როგორი მიკომადებულა საფრთხეთან დაკავშირებით. და ძალიან გამიხარდება თუ ამ საქმეს ერთად გავაკეთოთ. გავაკეთოთ ეს საქმე ერთად. გავხადოთ პოპულარული ეს კლუბი რომელიც კიდევ ვიტყვი დავაფუძნე მე ვახო და ასე შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ ყველას, დიდი მადლობა ისევ და ისევ და მომავალ შეხვედრამდე. ეს მარტო ერთი ვიდეო არ არის, ეს ბევრი და ბევრი წავედით მომავალში და კიდევ ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ. იქნება ეს ისევე კლუბის გახილვა, იქნება ეს ასვლები, მოხდომები და ასე შემდეგ. გემშვიდობებით, აბა, გადადიყავით და მომავალ შეხვედრამდე.